მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს მინდა რომ ვილაპარაკო ფერებზე. მე მგონი ფერებზე ჯერ ახამდე არასდროს გვილაპარაკია და რას აღნიშნავს, რატო აღნიშნავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება რაღაც ფერები გამოვჩეს, მაგრამ დავიკიდოთ ეგ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს ზეპირად ჩაწერილ ვიდეოებში ინფორმატიულობა იმდენად მარტივი არ არის, რამდენადაც ვიღაცები რომ მონტაჟით ვაკეთებთ ხოლმე რაღაცებს რა. ხო, და აქედან გამომდინარე დავიწყოთ უმარტივესით, შავით, რომელიც იდეაში ელეგანტურობასთან არის, რატომაც ასოცირებული და კლასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. იმდენად დადებითად აღქმადი არ არის მთლად, რო არ მოგატყუოთ ამ მსოფლიოსთვის. უფრო რაღაცა ისეთი არის რა, ანუ ნეგატიურ ემოციებს უფრო იწვევს ადამიანის ტვინში და თავში, ვიდრე დადებით, მაგრამ რატომღაც უფრო ელეგანტურად ითვლება და ძირითადად მაღაზიები რა, კომპანიები ვინც იყენებენ თავის ლოგოში შავ ფერს ზედმეტად, შედარებით უფრო კლასიკურ ფირმებად არიან მიჩნეულები რა. რაშიც მე ვერ დაგეთანხმებოდი. მე გეტყვით კიდე ერთ ფერს, რომელიც უფრო არის ელეგანტურობასთან ასოცირებული ჩემთვის პირადად ვიდრე შავი, მაგრამ მაინც. ხო, იდეაში შავი ხო იცით რომ ფერი საერთოდ არ არის. შავი არის ფერების არარსებობა. იქიდან გამომდინარე რომ სინათლე არ არის, იქიდან გამომდინარე რომ ფიზიკურ დონეზე უბრალოდ ეგრე იხსნება რომ როდესაც არც ერთი არანაირი სინათლე არ არსებობს, მაგ მომენტში იქნება ფერი შავი. და უბრალოდ ჩვენ რომ ყველაფერში დაგვეზარა ეს ყველაფერი და დავარქვით ამას შავი ფერი, რატომღაც. არა, ფერი არ არის. უფერულია. ანუ შავი არ არსებობს, მოკლედ რო აღიხსნათ, არც თეთრი არ არსებობს. და ვაფშე ფერები ზოგადად არ არსებობენ, უბრალოდ რას როგორი რეკლავს ჩვენი თვალის გუგა მაგაზე არ დამოგიდგენთ. კაროჩე, რა აზრი აქვს? გადავიდეთ თეთრ ფერზე. თეთრი ფერი არის რატომღაც ახლის დასაწყისი. სწორად ვიძახინე და ხო, მაგასთან არის უფრო ასოცირებული და დიდი არაფერი ისა უფრო დადებითი არის მაინც რა თქმა უნდა შავთან შედარებით და ძალიან ბევრი კომპანია ზოგადად ყველა ინდუსტრიაში თუ შავს იყენებს, იქვე თეთრსაც ცდილობს რომ გამოიყენოს ხოლმე რა. ანუ ესე პროსტა შავი ფერის ლოგოებს არ აკეთებენ ძალიან დიდი ხანია უკვე. იმიტომ რომ მიხვდნენ რომ რაც უფრო ფერადია, მით უფრო თვალში საცემია როგორც მინიმუმ. აი ბევრი კომპანიის ლოგო მარტო იმის გამო გახსოვთ რომ ფერადი არის. აი მაგალითად Baskin Robbins-ის ლოგო შეიძლება ნანახი ორჯერ გქონდეთ, მაგრამ გახსოვთ. ხო, და Dunkin Donuts-ის, მაგრამ აი რაღაც Hermenegildo Zenias ლოგოს ვერ გაიხსენებთ. ვინც გაიხსენეთ, პირადში მომწერთ საქმე. ხო, რა აზრი? გადავიდეთ ძირითად ფერებზე რა, რაც მიყვარს ძალიან. ლურჯი ფერი არის სიმშვიდესთან ასოცირებული, რო იცოდეთ, რაც ძალიან კარგი არის და ცოტა მოწყენილობასთანაც, მაგრამ ხალხის უმეტესობის თვალში უფრო დადებით ფერად უფრო აღიქმება, ვიდრე ნეგატიურად რა, ანუ ეს სიმშვიდეს იმდენად იწვევს სხეულში ლურჯი ფერის ყურება, რომ უკეთესი იქნება თუ რაღაცა კომპანიას ხსნით, ან რაღაც ადგილს ხსნით, ლურჯ ფერში რო გადაწყვეტოთ, თქვენი მომხმარებლებისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება, ქვეცნობიერულ დონეზე როგორც მინიმუმ, ვიდრე რაღაცა წითელიო დაახვედროთ, იმიტომ რომ წითელი არის ბრაზის და სიძლიერის და კიდე რაღაც აღნიშნავს, უფრო აი ნეგატიურ ემოციებთან არის რა. დაკავშირებული, იმიტომ რომ ძირითადად გვაღიზიანებს წითელი ფერი, იმიტომ რომ ჭყეტელაა. როგორც მინიმუმ და მაგიტო გვაღიზიანებს მე ეგრე მგონი. ბევრნაირი წითელი არსებობს თან რა თქმა უნდა, სისხლისფერი წითელი იმენ შიშს იწვევს ადამიანებში, მაგრამ არის აი ჩვეულებრივი წითელი უბრალოდ გაღიზიანებას იწვევს, ცოტა მუქი წითელი იწვევს ბრაზ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს სხვათა შორის ხარები რო არიან და კორიდაზე რო უქნევენ იმ წითელ იმას ხარები ვაფშე ვერ ხედავენ ფერებს როგორც მე მახსოვს და შესაბამისად იქ წითელს აუქნიავებენ თუ ლურჯს ეგ ადამიანზე უფრო მოქმედებს ვიდრე ხარზე. ხვდებით რას გულისხმობ? ამ წითელი იმის გამოა რომ წითელს რო უქნევენ ხალხი ფიქრობს რომ აი წითელი რო ამ ხალხის ქვეცნობიერში ჩანს ეგრე რომ აი წითელს რადგან აქნევენ ეს წითელი მეტ მაგაზიანებს იმას უფრო გააღიზიანებს, იმიტომ რომ ის ცხოველია. ხვდებით?
ხო და ჩვენ ცოცხლები ვართ, თქო ცოტა უკეთესი დონის. კარგი, შემდეგი რა იყოს? მწვანე არის ბუნებასთან ასოცირებული და ზრდასთან. მწვანე და ლურჯი არის ჩემი საყვარელი ფერები, იასამნის ფერიც, ალბათ. ხო? ხო. იყოს. ეს სამი ფერი მიყვარს მე ყველაზე მეტად. მწვანე ფერი ყოველთვის დადებითი არის. რაზეც არ უნდა შეგხვდეს, ნეგატიურ ემოციას მწვანე ვერ გამოიწვევს. გრინჩი რომ მწვანე არის, მაგიტო გვიყვარს ჩემი აზრით. ანუ მართლა აი მწვანე რაც არის, არაფერი არ მაღიზიანებს. და კარგია მწვანე. ოღონდ გაზრდასთან იმის გამო ასოცირებული რა, აი ბუნებაში ხო ზოგადად ბევრი რაღაცა მწვანე არის და შემდეგ იცვლის ფერს. და რადგან მწვანე დასაწყისში არის, ეგ იმას ნიშნავს, რომ გაზრდა ელოდება ამ ყველაფერს და ამის გამო არის მწვანე ასოცირებული ზრდასთან. ალბათ ეს ყველაფერი ახლა მოვიფიქრე. ხო, მეც ძალიან მიყვარს, როგორ აზროვნებს ჩემი ტვინი ესე სწრაფად. მაგრამ უცებ რო გავიხსენე ეს ინფორმაციები ერთად შევაჯამე და აი ესე თესლი იდეა გამოვაგდე არსაიდან. კარგი, შემდეგი არის ყვითელი, რომელიც სითბოსთან არის ასოცირებული, უმეტესწილად დადებითად აღიქმება ყველა ადამიანისთვის, უბრალოდ მაინც არის რაღაც მომენტები ხოლმე, როდესაც ხასიათიდან გამომდინარე არის ოღონდ ეგ ყველაფერი უფრო. რომ ეს ყვითელი ფერი შეიძლება იყოს ოდნავ გამაღიზიანებელი ადამიანებისთვის, მაგრამ იშვიათად, ძირითადად ყვითელი და ლურჯი ერთად თუ არის, ადამიანი თავს გრძნობს ძალიან კომფორტულად. მაგალითად, ძალიან ბევრი კომპანიას აქვს ერთად გამოყენებული ეს ყველაფერი რო იცოდეთ და არა მარტო კომპანიებს. ყველა სფეროში ბევრგან ნახავთ ყვითელს და ლურჯს ერთად. ერთ-ერთი უმთავრესი რო გავიხსენოთ არის გუდეარი, ეს რაღაც ჰაერში გამოკიდებული ისინი რა ქვია, დირიჟაბლები რო დაფრინავენ, გუდეარის დირიჟაბლები არის ყველაზე ცნობილი ყოველთვის ყველგან სადღაც თვალი აუცილებლად ექნება მოკრული ნებისმიერ ადამიანს მეგრე მგონია, რეალურ ცხოვრებაში თუ არა, ტელევიზორში მაინც. ხო, და რაღაცა ეს ლურჯი და ყვითელი ერთად ძალიან კარგად კომბინირებენ ჩემი მათემატიკით. რაც შეეხება ყველაზე მდიდრულ ფერს, მდიდრულ ფერებში ყველაზე მდიდრულად აღიქმება იესამნის ფერი, ჩემი ოთახის ფერი, მაგრამ მე ეს იესამნის ფერი მაგის გამო არ მაქვს, დამხვდა უბრალოდ რო გადმოვედი. ეს კონდად გაკრული ამ სახლში. და ძალიან ლამაზი იყო და მეთქი მე მინდა იესამნის ფერი ოთახთან აივანი აქვს და სიგარეტს მოწევ ოთახში. არჩი. ხო და ეგ იყო და ეგ. იესამნის ფერი ძალიან მიყვარს რა, მე რაღაცნაირი სხვანაირი დადებითი ფერი არის რა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ვიღაცებისთვის შეიძლება ვაფშე გამაღიზიანებელი ფერი იყოს და მაგით არ უყურებდნენ ვიდეო სახლში რო წავიღებ, იმიტომ რომ უკან იესამნის ფერი ფონია, მაგრამ რავი რა აზრი აქვს რა. არჩი რას ვიძახდი კიდე რაღაცების თქმა მინდოდა. კიდე რა ფერები არის? სტაფილოსფერიც ძირითადად ყვითელთან კონცენტრირებული ფერი არის და ყვითელთან ასოცირებული ფერები ყველა დადებითად აღიქმება რა. ანუ ეს ფერები რაც გვაქვს ზოგადად აი ცისარტყელის ფერები არის ძირითადები არის, ესე იგი მანდრა არის, ყვითელი მწვანე, სტაფილოსფერი, ლურჯი, იასამნის ფერი, წითელი უეჭველი, არ მახსოვს. ცისარტყელის ფერები არ მახსოვს. გინდა იჯერეთ, გინდა წარმოდგენა არ მაქვს რა ფერები აქვს ცისარტყელას. ვაფშე. ხო, ნუ რა აზრი აქვს? ზოგადად ფერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ხასიათზე, ამიტომ მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ეს შავი ფერები არ მეცვას და ვცდილობ რომ უფრო ესე ლაღი და დადებითი ფერის ტანსმელი ჩავიცვა ხოლმე, იმიტომ რომ ჩემზე კი არა, სხვებზე მაინც რომ იმოქმედოს დადებითად. იმიტომ რომ ახლა მე რო კარგად გავდივარ, ყველას რო შავი არ ვწევ, მაგრამ ამ სიამოვნებს, მართლა ამ სიამოვნებს, იმიტომ რომ რაღაც შავ-თეთრ რეალობაში ცხოვრება რომ დავმო და გავჩნდებოდი 1960 წელს ბოდიში და ვიქნებოდი ტელევიზიაში. მაგრამ არ ვარ ხო ეს, აი აქ ამ რეალობაში დავიბოდე და მინდა რომ ეს ფერები რაღაც დადებითად აღვიქვი. რატომღაც გადაწყვიტეს რომ იქ რაღაცა ბიჭის ფერია, გოგოს ფერია, ეს იმის ფერია, დათვის ფერია. იდი ნახვით ბიჭო, რა ფერია. ეხლა უნდა გავრეპო, აბა თუ გამოვა. როცა ფერია, დათვებს მოწყნავს ფერია. კაი, ლავრენტი ბერიასაც შევეხეთ და მის დედას ციკ სადაც არის როგორც არის ღმერთო კარგად ამყოფს. კარგად ვზანდებოდეთ. ეცადეთ რომ რაც შეიძლება დადებითი ფერები ჩაიცვათ და ვაფშე რატო გადავიღე ეს ვიდეო არ მახსოვს.
вообще რაღაცა კონკრეტული სათქმელი მქონდა, რომელიც აღარ მახსოვს. ამიტომ ჩვენ ფერებზე კიდევ გვექნება ვიდეო უფრო გრძლად და უფრო ღრმად შევალთ ნატოში. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად იყავით, თქვენ გენაცვლოთ, თქვენ გეხტუნეთ.